გამარჯობა. ეს პირველი არხია და თქვენ უყურებთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტ წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორდკიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მერვე ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მეხუთე დასი. გამარჯობა. აბა როგორ ხართ ძვირფასო მერვე ფინალისტებო? კარგად, ჩვენიურად განწყობა მომწონს, ჩვენიერია ეს ყველაფერი და იმედია თამაშიც ესე მართალია ამაღელვებლად, მაგრამ მაინც პოზიტიური განწყობით წარიმართება. მე წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს. გამხნევდით, რადგან მოგება მნიშვნელოვანია, სწორედ მოგებული და გამარჯვებული გუნდი გადავა მეოთხედ ფინალში და გააგრძელებს ბრძოლას მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. მთავარი პრიზი კი წიგნების თაროში ტრადიციულად გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ორი ძალიან საინტერესო გუნდი დგას ერთმანეთის პირისპირ, საკმაოდ გამოცდილი, ძლიერი და არაერთი ბრწყინვალე თამაშის ჩამტარებელი აბერტო და დებიუტანტი მეხუთე დასი, რომლისგანაც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ დღევანდელ თამაშში. მოდი გავიცნოთ ეს გუნდები კიდევ უფრო უკეთ და ვნახოთ მათ რაღაც შეკითხვებს რა პასუხები გასცეს. მოდით ვნახოთ პირველი ვიდეო რგოლი აბერტოს მონაწილეობით. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია BSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ის რომ სამივე დავწერთ სხვა გუნდი, ალბათ ასახავს თუ რამდენად ძლიერი სეზონია და რამდენი ძალიან კარგი გუნდი გამოდის. მე პირადად კარიატი და ჩავთვალე მთავარ კონკურენტად, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი გუნდია, ძალიან შრომელი და ასე ვთქვათ, ბევრს ვარჯიშობენ და პირადად უნდა ვთქვა, რომ მარიამ ჯანმოაშვილი არის ერთ-ერთი თუ არა საუკეთესო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ვინც მე მინახავს ბარებში და არის ერთ-ერთი უძლიერესი. მოკლედ ანდურილი დავწერა, იქიდან გამომდინარე, რომ ბადეში ჩვენთან მოხდნენ. შესაბამისად, ადრე თუ გვიან გონია, რომ მოგვიწევს, ასე ვთქვათ, გაჯახება და ისიც უნდა აღნიშნო, რომ ერთხელ უკვე მოგებული აქვს შემთთვის ამ გუნდის მოთამაშეს. შესაბამისად, დროა რომ ესე ანგარიში დავამთავროთ თამაში. მე რა შემეხება, მე დავწერა ინდიაურა. ის გუნდია ინდიაურა, რომელმაც ჩვენ წინა სეზონში გამოგვაგდო. და მართალია ძალიან რთული ბადია ყველას, მათ შორის თვითონ ინდიაურასაც, მაგრამ მგონია რომ ორივე შეგვიძლია ისე გავიმეოროთ. შედეგი ორივე გავიდეთ ფინალში და იქ რევანშის საშუალება მოგეცემა იმედია. მე ვთვლი რომ გამართლობა იყო იმის მიზეზი, რომ ზუსტად ინდიაურასთან წავაგეთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ იმ სეზონში როგორც გუნდმა საუკეთესო თამაში ვითამაშეთ და იმ თამაშის მერე ბევრი დადებითი ვიპოვეთ, რაც ამ სეზონში გვაქვს გადმოტანილი და მგონია რომ ცოტა უიღბლობა და გაუმართლობა მიმოქმედა იმ შედეგზე და საბოლოოდ წავაგეთ. დავითანხმებით ჩემს სამგუნდელებს და ასე ვიტყვი, რომ უპრიანი იქნებოდა, რომ ჩვენ მეტი სითამამე გამოგვეჩინა, როგორც თამაშის და დაჭერის დროს, ასევე ფიქრის დროსაც და მეტი აგრესიით გვეთამაშა და ხატო უნდა ვთქვათ, კბილები გვეჩვენებინა ჩვენი მეტოქეებისთვის, რაც დაგვაკვდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში შევავსებთ ამას და ერთ-ერთი ძლიერი იარაღი იქნება ჩვენთვის გლების დემონსტრირება. მე დავწერე, რომ ნიკა ჩხუბობს ყველაზე მეტს, იმიტომ რომ ნიკა ძირითადად თავის იღებს ხოლმე საორგანიზაციო საკითხებს და ხშირად არის ხოლმე, როცა შენიშნავს მიმსახურებას მისგან. თუნდაც იმის გამო რომ ხშირად ვაგვიანებთ, წუწუნებთ, ან ზოგჯერ გვეზარება ხოლმე რაღაცის ეკეთება და მე მგონია რომ ეს რაღაც ჩხუბი ისე მგონია რომ საქმეს ადგება. პრინციპში არაფერი არის დასამატებელი, მე თუ მგითხავთ, ნიკა არის ცალსახად ამ ჯგუფში მოჭუბარი, მაგრამ ხო, მგონია რომ რეალურად კეთილი გულით გვეჩხუბება რა, ესე ვთქვათ და იმისთვის რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ, ეგ არის და ეგ.
აპლოდისმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს აბერტო. და ვნახოთ ახლა ვიდეორგოლი მეხუთე დასის მონაწილეობა. მე დავწერე ლივერპული, იმიტომ რომ ლივერპული არის ჩემი მეორე საყვარელი გუნდი მადრიდის რეალის შემდეგ, იმიტომ მიყვარს ეს გუნდი, რომ მისი ჰიმნის გამო. შენ არასდროს სიული მარტო და ალბათ ამ ქალაქში მარტო არ ვიქნებოდი და საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის იქ. მე ალბათ ვენეციაში წავედოდი, რადგან არჩებულად მომწონს სიკავლის სილამაზე და ყველაფერი. მე ქალაქი არა, მაგრამ ჰოგვორტსში წავედოდი ჩემთან გუნდებთან ერთად და გავივლიდი იმ გზას, რაც გაიარეს ჰარი, რონმა და ჰერმინი. მე პირადად დავემატებდი სანის, იმიტომ რომ მის თამაშს დავესწარით და ძალიან მოგვეწონა მის თამაში და ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა მასთან ერთად რო გვეთამაშა ჩვენც. ჩემი აზრით სანიკიძე, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თამაშში და ალბათ მაგიტო. მე დავწერე მარიამი კარიატიდადან, რადგან როგორც ასეთი ვიცი, რომ ძალიან კარგად თამაშობს ნებისმიერ სეზონში და მაქედან გამომდინარე. ატიკუს ფინჩი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პერსონაჟია ლიტერატურის დარგში და ვფიქრობ ჩვენს გუნდს გამოადგებოდა თავისი მწნელობით, იმიტომ რომ ბევრი სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლია. ჩემი აზრით სტუმრელი ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი და ვფიქრობ, რომ მასთან ურთიერთობა საკმაოდ კარგად გამოგვივიდოდა და საკმაოდ კარგი მსმენელიც იქნებოდა. მე დავწერე ვასიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ლიტერატურის დარგში საკმაოდ კარგ კონსულტაციებს გაგვიწევდა. მე ლანაზე მიწერია უფასოდ დაარიგებდა წიგნებს თქო, რო შეეძლოს მეთქი. თეთრიზე მიწერია ყველას და ყველაფერს უსახკაროს შეიფარებდა თქო. ლანაზე მიწერია ფლეში სუპერძალა, რადგან სწრაფია და ალბათ უფრო სწრაფიც რომ იყოს, უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. და ნიკაზე მიწერია დროში მოგზაურობა, რახან ხშირად ამბობს, რომ ნეტა იმ დროს რა ხდებოდა, ნეტა მანახა. ალბათ გუნდში ყველაზე გუმოვიწყი ნიკა და ხშირად ეშლიბანი და გასაუბრებაზეც ასე დაგვიმართა რამას დაიმართა და შეგვარცხინა. 451 ფარენჰაიტის ნაცვლად, შემთხვევით 454 ვთქვია. ატომასანდრო შემისწორა. ნებისმიერ წიგნზე თუ ავტორზე საუბარი როცა გვიწევს, ნიკა ყოველთვის ამბობს შემდეგ სიტყვებს, რომ მოიცა ვნახო. მოიცა მოვცეთო. აპლოდისმენტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მეხუთე დასი. მეგობრებო, თქვენც და მაყურებელსაც შევახსენებ, რომ ჩვენი გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად. და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მოდით ახლა თამაში დავიწყოთ, თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო. დავიწყოთ თამაში წიგნების თარი. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. თქვენ უნდა დაასახელოთ მრავალი საუკუნის წინ გამოჩენილი პერსონაჟი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს უდიდეს პოპულარობას. მისი ამბავი გადათამაშდება ისეთ ავტორებთანაც, როგორებიც არიან იუჯინ ონილი, ჟან-პოლ სარტრი და სხვები. პერსონაჟი დიდგვაროვანი ოჯახიდანაა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მის მსგავსად მრავალგვარად ინტერპრეტირებადი გმირის დედმამიშვილია. გამოსაცნობი პერსონაჟის სახელი ერთ-ერთი ვერსიით ითარგმნება როგორც თაყვანის მცემლებით განთქმული. გმირის ქცევას წყაროები სხვადასხვა ახსნას უძებნიან. უკავშირებენ შვილის გამოშურის ძიებას, ეჭვიანობას და პოლიტიკურ მოტივებს. ინტერპრეტაციის საკითხია ასევე მისი უშუალო მონაწილეობაც დანაშაულში. შემდგომში გამოსაცნობი გმირი თავად ხდება შურისძიების მსხვერპლი. კლიტემნესტრა.
ვინ არის ეს ნიკა? ეს არის აგამემნონის მეუღლე, რომელიც გაიჩენს საყვარელს, ასევე აგამემნონის თავადაც გაიჩენს საყვარელს და კლიტემნესტრა და მისი საყვარელი მოკლავენ აგამემნონს და შემდეგ მათი შვილი ორესტესი იძიებს კლიტემნესტრაზე შურს. და ეს არის ესქილეს ორესტეას ძირითადი დედმამიშვილი არის ელენა რომელიც კიდე ერთი ცალკე კითხვა გაკეთდებოდა, იმდენი ინფორმაცია მოგვაწოდა ნიკამ და ეს ორი პასუხი 1-0 ხდება ანგარიში. ნამდვილად კლიტემნესტრა არის რაღა დავამატო, არის ის ვინც მოისმინეთ ნიკა ვიკიპედიას იჭინავასგან და ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ. თამაში 3-0 ანგარიში, მეორე რაუნდი, ციტატა. შვიდი წელი ცოტა დრო არ იყო. გამოთავისუფლებული ადგილი კი პატრონის დაბრუნების მოლოდინში დიდხანს არ დაიტოვებდა ხელუხლებლად. ადგილის მიტოვებისთანავე კაცს უმალ გამოუჩნდება შემცვლელი, რომელიც აღზევდება და იმ უპატრონოდ დარჩენილ ალაგს დაისაკუთრებს. მისი ხალხი ხვლიკს ჰგავდა. კუდი რომც მოეწყვიტათ, უცებ ახალს გამოიბამდა. მან ეს ყველაფერი კარგად იცოდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ადგილი 9 შენიღბულ სულს შორის, რომლებიც უმუოფიაში სამართალს განაგებდნენ, მას არ მოუწდიდა. არ მიეცა შესაძლებლობა თავის მეომრული სულით აღტყინებულ ტომს ახალი რელიგიის წინააღმდეგ გასალაშქრებლად გასძღოლოდა. რელიგიისა, რომელსაც როგორც ამბობდნენ, უკვე ძირფესვიანად მოეკიდებინა ფეხი მის სამშობლოში. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება ორივე გუნდს. ლაჩრები უნდა ვიყოთ, ჩვენი თავი აბამეს ხალხს რომ გავუყადროთ. მათი მამები ვერასდროს ბედავდნენ ჩვენს წინაპრებს დაპირისპირებოდნენ. უნდა ვიბრძოლოთ თეთრების წინააღმდეგ და ისინი ჩვენი მიწებიდან გავყაროთ. უკვე გვიანია, უთხრა დამწუხრებულმა ობერიკამ. გისმენთ, ახლა უნდა დაასახელოთ ნაწარმოები. ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს. საკითხული მაინც არ მქონდა. ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს. რატომ რას მოეჭიდეთ? ომების სახელები გავს ნიგერიულ სახელებს. სავე 7 წელი ოკონკო დაბრუნდა და დაბრუნა 7 წლის მერე. ობერიკიც 7 წელი ომების სახელები ნიგერიას გავს, აღწერა. სამიანზეც ხონდა. და ბრიტანელი კოლონისტები ჩადიან და წინააღმდეგ ფიქრის და გაქრისტიანებას ერთის განსაკუთრებით ასევე ოკონკო. ეს არის ჩინუა აჩებეს ძალიან ცნობილი წიგნი. ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს და გამოიცნო ბოლოს აბერტომ და აქცია ნაცარტუტად ეს შეკითხვა. შედეგად 4-0 ხდება ანგარიში, წინ გადის კიდევ უფრო მეტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. გავაგრძელოთ თამაში, მეგობრებო, წინ კიდევ არაერთი რაუნდი გვაქვს სათამაშოდ, ყურადღება მოიკრიბეთ. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. თქვენ უნდა დაასახელოთ ექსპერიმენტული ნაწარმოები, რომელზეც ავტორი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. წიგნი თავდაპირველად ავტორის სამშობლოში არ გამოცემულა და გარკვეულ ეტაპამდე იქ მხოლოდ მიწისქვეშა გზებით ვრცელდებოდა. ტექსტი წარმოადგენს ძალიან საფუძვლიანი კვლევისა და ავტორის პირადი გამოცდილების ნაყოფს. მისი როლი დიდია საერთაშორისო საზოგადოებაში ტოტალიტარული სისტემის სისასტიკესთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის მხრივ. ასევე მიიჩნევა, რომ ტექსტმა აღმოსავლურ ბლოკში დისიდენტური მოძრაობების ეგ არის. არქიპელაგი გულაგი უნდა იყოს. არქიპელაგი გულაგი. როგორ არა, აუხსნი თუ გინდა და კი, მაგრამ ხო. მეც ამიხსენი და ნიკაცსაც აინტერესებს. იწერებოდა დაახლოებით 10 წლის პერიოდში, რუსეთში არ გამოცემულა, გამოიცა თუ არ მეშლება საფრანგეთში და არის მეორე ნახევარი მე-20 საუკუნის. ამ ხელ საბჭოთა და რას ეხება ეს რო გითხრა რაც? გულაგის ცხოვრებას იქ როგორ ავტორი ვინ არის? ალექსანდრე სოლჟენიცინი. ალექსანდრე სოლჟენიცინი. მაგრამ
გულაგის შესახებ დაწერილი არაერთი ნაწარმოები არის, მაგრამ მთელი ჟანრიც კი არსებობს გულაგური ლიტერატურა, ხო? კარგად, პერიოდი ჩაჯდა. მაგრამ პერიოდი მაინც მოგეწონათ არქიპელაგი გულაგი და არა ვთქვათ, რა ვიცი, ვარლამ შალამოვის ან რომელიმე შალამოვი გადაუგდეთ ვერსიაც უარყავით. პირველი ვერსია შალამოვი იყო, მაგრამ შევცვალე. მაგრამ გაფილტრეთ. ეს ორი პასუხია, ეს არის არქიპელაგი გულაგი ალექსანდრ სოლჟენიცინის ძალიან ცნობილი ნაწარმოები. მართლაც ხელი შეუწყო დისიდენტური მოძრაობების გააქტიურებას, იმიტომ რომ ძალიან ნათელი მოჰფინა იმ ჯოჯოხეთს, რაც ხდებოდა გულაგებში საბჭოთა კავშირის პერიოდში. ეს სამი ქულა აბერტოს აქტივში და 7-0 ხდება ანგარიში, კიდევ უფრო წინ გადის თბილისური გუნდი. გავაგრძელოთ თამაში, მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და არქიტექტურით ძალიან განთქმულია. ვარაუდობენ, რომ იგი ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლეულში უნდა დაარსებულიყო, რის შემდეგაც ეტრუსკებისა და გალების გავლენის ქვეშ მოხვდა. საბოლოოდ კი რომს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ჰაბსბურგების ბატონობის პირობებში ქალაქს გერმანულად ბერნს უწოდებდნენ. 2021 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 260,000-მდე ადამიანს შეადგენდა, რითაც ქვეყანაში ათეულს მიღმა. გამოსაცნობი ტოპონიმის ისტორიიდან გამოსარჩევია მე-13-მე-14 საუკუნეები, როცა მის სათავეში დელა სკალას ოჯახი იყო. დღესდღეობით ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. დასასრულს გეტყვით, რომ გამოსაცნობი ქალაქის პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზს რამდენიმე საუკუნის წინ დაწერილი ფატალურად დასრულდა ვერონა, რომელი ისტორია დასრულდა ფატალურად და აივნებით არის ცნობილი. აივნებით არის ცნობილი, კი. და ბერნს უწოდებდნენ, ვერონა ბერნს. ხებს უფრო განაჟღერაკლებად გავს. არმაზ და ვენეციას რაღაც. ეს ორი პასუხია, ეს არის ვერონა, მეგობრებო, ვერონა. რომეო და ჯულიეტა ორივე იყვნენ მონტეკებიც და კაპულეტებიც ვერონიდან. ნამდვილად და დღეს არაერთი ადამიანი სტუმრობს ვერონას ჯულიეტას აივნის სანახავად. სამი ქულა კიდევ წავიდა აბერტოს აქტივში და მოდით ახლა მოусმინოთ ჩვენს სტუმარს. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ რამდენიმე წლის წინ დაწერილი ნაწარმოები, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იქამდე ავტორის სამწერლო გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე მოთხრობით შემოიფარგლებოდა და ეს მისი სადებიუტო რომანია. ტექსტმა არაერთი პრიზი მოიპოვა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული პრემიაც წლის დებიუტის ნომინაციაში. თავად ავტორი ამბობს, რომ გარკვეულწილად რომანი პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან ბავშვობაში ის ერთი დაწესებულების სიახლოვეს ცხოვრობს. აბა? ხო, კარგი ხარ. ხლების მინდორი. ხლების მინდორი. იმიტომ რომ ექთიმიშვილი ცხოვრობდა ინტერნეტთან ახლოს და აკვირდებოდა მთელი ბავშვობა რა ხდებოდა იქ და მე ეს გადმოიტანა. მოთხრობებიც აქვს და მე დაწერა რომანი. გაუჩერებლები არიან დღეს. როგორც აღნიშნეს სენაკი ზუგდიდი მარტვილის ტრიადა დღეს აღარ ჩერდება და კიდევ სამი ქულა დაიმატეს აქტივში. წინ გაიჭრა უფრო მეტად აბერტო. მოდი მეხუთე დასი გავამხნევოთ, მეგობრებო, აპლოდისმენტებით. ცოტა რთულად იწყება დებიუტი, მაგრამ ყველაფერი ხდება ჩვენს თამაში, მოიკრიბეთ ძალები, მეგობრებო. წინ კიდევ გვაქვს 4 ძირითადი რაუნდი სათამაშო და მთლიანობაში 12 ქულა გასათამაშებელი. მეექვსე რაუნდი, ასოციაცია. მოწყენილობა, გუნდი, ცა, გართობა, ჩიბუხი, ნადირობა, დაცინვა, გემბანი, სიკვდილი, შვილდოსნები, შედარება, პოეტი, ფრთები, მეზღვაურები, ფრინველი.
იყურება. ალბატროსი. ორი ბაზარია. ალბატროსი. ფრთები ყველაზე დიდი ფრთები აქვს და შეიძლება რომ და ეს არის ალბატროსი. ხო. ბოდლერის ლექსია პოეტიო შარლ ბოდლერის. ბოდლერს აკოლჯის მეგონა. ხო, მახსოვს, საკითხული მაქვს და მეცნო ჩიბუხი და მშვილდოსანი. მაგნაშენებს ზუსტად. არა და რაღაც სხვა ნაწარმოებიც გააჟღერა ნიკამ. ეგ არ იქნება. რომელი? ეგ არ იქნება. რომელი გააჟღერა? არ გეტყვი. ეს სწორი პასუხია. ეს არის ალბატროსი შარლ ბოდლერის. სადღაც ვეჭობდი რომ იქნებ აერიოთ მეთქი მოხუც მეზღვაურში. ხო, ხო. რომელიც კოლრიჯის მეზღვაურში. კოლრიჯის ლექსია, მაგრამ არა ცოტა სხვა რამე გეთქვა თამაშინ და ხო, არა, ნუ რაღაცეები ფილტრავდა აქ, ხო. ასეა თუ ისეა, ალბატროსი გამოცნობილია, სამი ქულა თქვენს აქტივშია და მე-7 რაუნდი, ავტორი. თქვენ უნდა გამოიცნოთ ავტორი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. ის ებრაული ოჯახის შვილი იყო და თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე იზრდებოდა. შემდგომში კი გერმანულ ლიტერატურას სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს არმიაში გაწევრიანების მიზეზით სწავლა შეწყვიტა. ომმა ძალიან დიდი კვალი დატოვა მომავალ მწერალს. საკუთარი ქვეყნის მარცხმა კი უსახლკარობის განცდა გაუჩინა, რაც მის შემოქმედებაშიც აირეკლა. აღსანიშნავია, რომ ვენასა და ბერლინში ცხოვრებისას ის ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. 30-იანი წლებიდან ავტორის შემოქმედება ძალიან ნოსტალგიური გახდა. ნაწარმოებებში ის ხშირად აღწერდა იმპერიის დროინდელი ცენტრალური ევროპის ცხოვრებას. გამოსაცნობი ავტორის მთავარი რომანიც, რომელიც ოჯახური საგაა, სწორედ იმპერიის დაცემამდე მიმავალი გზის ერთგვარ ქრონიკას წარმოადგენს. იოზეფ როთი. კარგი ხარ. იოზეფ როთი, რადეცკის მარში. აია. ამჯერად ნამეტანი ხო არ გარისკეთ არასწორად. შეიძლება, მაგრამ იმედი გვაქვს. უეცრად მოსული ვერსია ცოტა დამუშავებას მოითხოვს. მოუხდა? მოუხდება. ოჯახური საგა რამდენადაც. რატომაც არა? პროტების ოჯახის დინასტია ეს. იმპერია. როგორ არა? ავსტრია-უნგრეთის იმპერია. დამარცხებული. ერაფერში ვერ ჩავჭი. ეს სწორი პასუხია. ბიჭო, იოზეფ როთი არის ეს ძალიან ცნობილი მწერალი, რადეცკის მარში მიიჩნევა მის მაგნუმ ოპუსად და მართლაც ტროტების ოჯახის ცხოვრების ფონზე გვიყვება ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემისკენ მიმავალ გზას. 2 რაუნდი გვრჩება. 2 რაუნდი იმისთვის, რომ ქულები მოვიპოვოთ. მე-8 რაუნდი, ეკრანიზაცია. გზა? გზა არის? როგორ არა, მამაშვილი. მამაშვილი ვიცი, მაგრამ დაზე ახატია. ვიცი, კაცო და ნაუმარს კი არა, ნაზონბარს გავდა. გზა არის კადრში ნამდვილად, მაგრამ ნაწარმოები რა არის? კორმაკ მაკარტის გზა. გზა. კორმაკ მაკარტის გზა. კი. რა ვიცი, შეიძლება, იმიტომ რომ ყდაზე ახატია წიგნს და მამაშვილი. სანამ გამომჩენილობას და სერიას გეტყვით ჯობია. დაიცით რომ მამაშვილია. ნუ ბავშვია პატარა აშკარად რა. მე მოყარული ბავშვი არ არის. ეს სწორი პასუხია, ეს არის კორმაკ მაკარტის ცნობილი პოსტ-აპოკალიფტური რომანი სახელწოდებით გზა და
მართლაც ვიგო მორტენსენის პერსონაჟი ჩანს ზურგიდან იმ ბოლო კადრში, რომელიც ეცნო გიორგი ხაინდრავას. 3 ქულა აბერტოს, მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოიცანით მე-20 საუკუნის მიწურულს დაწერილი წიგნი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი ტექსტია თანამედროვე ლიტერატურისთვის. ნაწარმოების ცნობადობას ხელი შეუწყო რამდენიმე წლის შემდგომ გადაღებულმა ეკრანიზაციამ. ბევრი ადამიანი ავტორს ეუბნებოდა, რომ გამოსაცნობი წიგნი მის კარიერას დაასრულებდა. ერთ-ერთმა გამომცემლობამ კი მის გამოცემაზე უარი თქვა. მრავალი კრიტიკოსის აზრით ტექსტი უპირველესად კაპიტალიზმის მანკიერი მხარეების კრიტიკაა. კარიერულად წარმატებული მთავარი გმირი კი საკუთარი ორმაგი ცხოვრებით ცდილობს კონსუმერიზმის შედეგად შექმნილ ყალბ იდენტობას გაექცეს. აჭერს ბათუმი ამჯერად. ეს შეიძლება იყოს მებრძოლთა კლუბი? მებრძოლთა კლუბი. საინტერესო ვერსია ორმაგი ცხოვრება, მთავარი გმირი კონსუმერიზმის კრიტიკა, მაგრამ არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ, არ არის სწორი პასუხი. თუმცა გამართლებული რისკი იყო ნამდვილად. ვაგრძელებ შეკითხვას აბერტოსთვის. ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი. მიუხედავად ამისა, მთხრობელს ხშირად მიიჩნევენ არასანდოდ, რის გამოც არსებობს ვარაუდი, რომ წიგნში აღწერილი საზარელი დანაშაულები სინამდვილეში არც მომხდარა და გმირის შიზოფრენიული ეპიზოდების ნაყოფია. მორჩა ხო? მორჩა. ამერიკელი ფსიქოპათი. ეს არის ამერიკელი ფსიქოპათი, ეს სწორი პასუხია. ბრეტ ისტონ ელისის წიგნი, რომლის ეკრანიზაციაშიც თავარი როლი კრისტიან ბეილმა შეასრულა შესანიშნავად და რომელმაც კიდევ 3 ქულა მოუტანა აბერტოს. ამგვარად პირველი ეტაპი ამოიწურა ძვირფასო ტელემაყურებლებო და გადავდივართ უკვე ქართულ რაუნდებზე. ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ მოთამაშეებმა, ემოციები დაიწყნარეთ, ან პირიქით, როგორც ხელს შეგიწყობთ თამაშში. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია BSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. და პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოს ისტორიიდან, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ის წმინდანადაც შეირაცხა. გამოსაცნობმა ადამიანმა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროცესის დასრულებაში უდიდესი როლი შეასრულა. ამ ყველაფერში კი ხელი როგორც გენეტიკურმა, ისე სხვა ფაქტორებმაც შეუწყო. დაახლოებით 17 წლის ასაკში მან ქუთაისის ტახტი დაიკავა, რასაც ბაგრატ მესამე. ბაგრატ მესამე. კი, რატომ? ეგრის ეს აფხაზეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე იყო, ენათესავებოდა ტაოს მეფესაც და ის დაასრულა საქართველოს გაერთიანება. ეს ორი პასუხია, ეს არის ბაგრატ მესამე, ნამდვილად გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. და ეს მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ მისი მეფობით დასრულდა, დაიწყო უფრო სწორად და მანამდე ამის მზადების პროცესი დასრულდა. 2 ქულა აბერტოს, მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. დაასახელეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომლის ტერიტორიაზეც ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში სახლობდა. მას მუდამ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა და ცივილიზაციათა შეჯახების ადგილსაც წარმოადგენდა. თანამედროვე კლასიფიკაციით კი ამავე სახელის ადმინისტრაციული რეგიონის ნაწილია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ამ მხარეში 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაცნობის სახელწოდება ისტორიის გარკვეულ ეტაპზე მთლიანად დასავლეთ საქართველოს. რატო? მაშინ იმერეთი. არ ვიცი რატო, მაგრამ არჩიე კაპიტანი შე. კაი, არჩიე. იმერეთი. იმერეთი.
საიდან არჩევდი? აფხაზეთსა და იმერეთს შორის, მაგრამ აფხაზეთში სამწუხაროდ მეგონი მაგდენია. არ კითხავდა მაშინ აგას. უკითხავ სხვა დროს და არ კითხავდი მაშინ. ეს იმერეთია. ეს ორი პასუხია მთლიან დასავლეთ საქართველოს ხშირად მოიხსენიებდნენ იმერეთად პირდაპირ და ეს ორი პასუხია, კიდევ ორი ქულა წაიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იზღა დამრჩენია გავაგრძელო ჩვენი თამაში, რომელშიც ქართული კიდევ ერთი რაუნდი დარჩა. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა დაასახელოთ ქართული აბორიგენული ყურძნის ჯიში. მისგან დამზადებული პროდუქტი საკმაოდ მაღალხარისხიანი, თეთრი, მშრალი ღვინოა. ასევე გამოიყენება ცქრიალა ღვინის დასამზადებლადაც. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში სიმწიფეს ოქტომბრის მეორე ნახევარში აღწევს. საინტერესოა ისიც, რომ გავრცელების არეალის მიხედვით მას საქართველოში მეორე ადგილი უკავია და მხოლოდ რქაწითელს ჩამოუვარდება. ძველად მას ობჩურს უწოდებდნენ, რაც ბაღდათის რაიონის სოფელთანაა დაკავშირებული. მაგრამ თანამედროვე სახელწოდების ეტიმოლოგიაზე სარწმუნო ცნობები არ მოგვეპოვება. გეტყვით იმასაც, რომ ამ ჯიშისგან დამზადებულ ღვინოებს შორისაა ტვიში. 3 2 ეგ თქვი. არა, ცინემანძილზე ისა, გავრცელებული უნდა იყოს, საფერავი გაუშვათ რა. აბა, გამოვიშვი. საფერავი იყოს რა. საფერავი. არ მოგწონს, მაგრამ გავრცელებული არა, არც მე არ მომწონს ეგ ვერსია. არ არის სწორი. ღვინოებში. ეს არ არის საფერავი, მეხუთე დას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია, რაიმე, თუ არსებობს ასეთი, უნდა დააჭიროთ ღილაკზე, ოღონდ არ გაქვთ ასეთი ვერსია. არ არსებობს ეტიმოლოგიაზე კონკრეტული ვერსიები. სახელოური? არა. ეს უკვე მცდარი მინიშნება, არა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მეღვინის ცოლის საპატივსაცემლოდ შეერქვა. ეს არის ცოლიკაური. გამიგია ვერსია, რომ ნასვამ მამაკაც კავს გამოსდებდაო და ისე რომ მიყავდაო და ცოლიკავური? კაური, ხო, ცოლი და კავი. კი, ამიგია ეგ ცისო სასადროდი შეკითხვა და არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ნუ ცოლიკაურზე იყო ამ შემთხვევაში საუბარი. და პირველი ჩაგდებული შეკითხვა აბერტოს აქტივში. აპლოდისმენტები როგორც იქნა. მეგობრებო, ხელოვნების რაუნდზე უნდა ვითამაშოთ ახლა და გთხოვთ დატოვოთ შესაბამისი მოთამაშეები. გიორგი, ლანა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. თქვენ უნდა დაასახელოთ 21 საუკუნეში შექმნილი სატელევიზიო შოუ, რომელსაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოპოვებული. შოუ გამოსვლიდან მალევე გახდა პოპულარული, რასაც ხელი მისმა კომპლექსურმა პერსონაჟებმა და დახვეწილმა შავმა იუმორმა შეუწყეს. აღსანიშნავია, რომ შოუზე საუბრისას ხშირად ახსენებენ რეალურად არსებულ ადამიანებს. მათ შორის მერდოკებისა თუ ტრამპების საგვარეულოს. სერიალი 4 სეზონს და 39 ეპიზოდს მოიცავს. სიუჟეტის ცენტრში კი ერთი ოჯახია მოქცეული, რომლის წევრებიც უმსხვილეს კონგლომერატზე ეგ არის. Succession. ეს არის Succession, მემკვიდრეობა ნამდვილად. მათი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ჟურნალისტიკას უკავშირდება და ამიტომ მერდოკებს ახსენებენ ხოლმე და სხვა რაღაც დეტალები ტრამპების ოჯახსაც გვანან. როის ოჯახს 4 სეზონმა გამიფილტრა მეორისგან თორე. ხო, კი ბატონო. ეს ორი პასუხია, მეცნიერების რაუნდზე ვითამაშოთ ახლა. მარიამ, კეთი, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. დაასახელეთ ის, რასაც სხვადასხვა დათვლით 17-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრაგიკული შედეგების ერთ-ერთ მიზეზად საჯარისო დანაყოფების ხშირი გადაადგილებაც სახელდება.
ის თავდაპირველი ფორმით აღარ არსებობს, მაგრამ მისი მსგავსი შემთხვევები ჯერ კიდევ ნაცნობია მეცნიერთათვის. გამოსაცნობი დაავადების სიმპტომებს შორის იყო გულისრევა, მაღალი ტემპერატურა და სხვა. მას ინფლუენცა A ვირუსის ქვეტიპი იწვევდა. გეტყვით იმასაც, რომ სახელი, რომლითაც ვიცნობთ, გარკვეულწილად შეცდომაში შემყვანია, რადგან გამოსაცნობი დაავადების პირველი შემთხვევა ესპანური გრიპი ხო არ არის? ეს არის ესპანური გრიპი, ისპანკა, როგორც მას ეძახდნენ ხოლმე. შეცდომაში შემყვანია, რადგან კანზასში დაფიქსირდა და არა ესპანეთში, მაგრამ ასე შეერქვა მერე ესპანეთის საპატივსაცემო წყალებში ეს სახელი. სპორტის რაუნდზე ვითამაშოთ, მეგობრებო. ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. დაასახელეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბადებული სპორტსმენი, რომელიც გამორჩეულია საკუთარ დისციპლინაში. საინტერესოა, რომ თავდაპირველად კარიერას მარცხენა მცველის პოზიციაზე იწყებდა. გარეთ ბეილი? არ არის ეს სწორი პასუხი სამწუხაროდ. ოჩაღრისკიანი ნაბიჯისთვის, მაგრამ არ არის ეს სწორი პასუხი. და ვაგრძელებ შეკითხვას ნიკასთვის, ყურადღებით. თუმცა ამპლუა მალე შეიცვალა. 19 წლის ასაკში მან ინგლისურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც ესპანეთში გაანათხოვრეს. მოთამაშე ცნობილია თავისი რეფლექსებით, აკრობატული ნახტომებით, რაც საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცევს. გეტყვით იმასაც, რომ გამოსაცნობი ფეხბურთელი ამჟამად სამეფო კლუბის კარს იცავს. დავაჭირო. ეს არის ტიბო კურტუა. ეს არის ტიბო კურტუა. ტიბო კურტუა, რომელიც მართლაც ბელგიისა და მადრიდის რეალის კარს იცავს და თავიდან მცველი ყოფილა, როგორც აღმოჩნდა ეს საინტერესო ფაქტია. ორი ქულა აბერტოს და ბლიცის მოთამაშეებს ველი მაგიდებთან. მარიამი და ლანა ითამაშებენ ბლიცს, მოემზადეთ მეგობრებო. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მარიამ პირველი შენთან უნდა ვითამაშო, მზად ხარ? დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. რომელ საუკუნეში დაიწერა შაგრენის წყავი? მე-19. სწორედ სადორი ავტორია სვეტლანა ალექსიევიჩი? ბელორუსი. სწორედ დოშანშულთა რომელ ქალაქში გვხვდება ალექსანდრო? ლამას ქალაქი. სწორედ იუკიო მიშმას გაზაფხულის? შემდეგი. თოვლის ერვანტესთან რა ქვია დონკიხოტეს თანამგზავრს? სანჩო მანსა. სწორედ რა ქვია არია სტარკის მგელსაზარას? ნაიმერია. სწორედ რითი დახატული პეიზაჟია პაუჩის? სწორედ რა ქვია კარამაზოვების მამას? ფიოდორ. სწორედ კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის ბეტმენი? დისი. სწორედ ვაჟასთან ვის ცოლია აღაზა? შემდეგი. ჯოყოლას რაინას დაიწერა უხილავი ქალაქები? იტალიურ. სწორედ ვინ დაწერა თათრების უდაბნო? ბუცადი. სწორედ რაგვარია ჰესეს პერსონაჟი ჰარი? ჰალერი. სწორედ რომელი წიგნის გმირია მის ჰევიშემი? დიკენსი. დიდი იმედები ბურატიონში რა არსებაა ტორტილა? კატა. კუ ვინ დაწერა პეპიტა ხიმენესი? შემდეგი. ვალერამ რომელ საუკუნეში მიმდინარეობს დედოფალი მარგოს მოქმედება? მე-16. სწორედ მარკ ტვეინის რომანში რა ქვია უფლისწულს? რასმუსი. ედუარდი რომელი მწერლის პერსონაჟია რამაზ კორინთელი? ფანჯიგიძე. სწორედ სადორი ავტორია პაბლო ნერუდა? ჩილე. სწორედ ჰრაბელის მეტის მეტად ხმაურიანი? სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამმა დააგროვა 15 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამს და მე ვინაცვლებ ლანასთან. ლანა მზად ხარ? დიახ. დავიწყოთ ბლიცი ლანასთან. დავიწყოთ. რომელ საუკუნეში დაიწერა დორიან გრეის პორტრეტი? მე-19. სადორი ავტორია სერგი ჟადანი? შემდეგი. უკრაინელი დოჩანშულთა რომელ ქალაქში გვხვდება ზემორეირა? კანდოსი. სწორედ იუკო მიშმას ნიღბის? ახსარება. სწორედ სერვანტესთან რა ქვია დონკიხოტეს ცხენს? როსინანტი. სწორედ რა ქვია ჯონ სნოუს ბელსაზარას? შემდეგი. მოჩვენება სადორი სიტყვის კონა პაუჩის? ხაზარული. სწორედ რა ქვია უფრო ძმა კარამაზოვს? დიმიტრი. სწორედ კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის სპაიდერმენი? მარველი აკაკის და ვის ცოლია ნაზიბროლა? საფარბეგი. ბათუს რაინას დაიწერა სიბრმავე? შემდეგი. პორტუგალიურ ვინ დაწერა ინგლისელი პაციენტი? შემდეგი. უნდააჩი რაგვარია მანის პერსონაჟი გუსტავი? შემდეგი. სწორედ რომელი წიგნის გმირია სიდნი კარტონი? შემდეგი. ორი ქალაქის ამბავი ბურატიონში რა არსებაა ბაზილიო?
ძაღლი. კატა ვინ დაწერა პლატერო და მე? შემდეგ. ხიმენესი რომელ საუკუნეში მიმდინარეობს სამი მუშკეტერის მოქმედება? მე-19. მე-17 მარკ ტვეინის რომანში რა ჰქვია მათ ხოვარს? შემდეგ. ტომასი რომელი წელის პერსონაჟია გურგენ კამარელი? შემდეგ. აბაშელის სადური ავტორია ფედერიკო გარსია ლორკა? ფრანგი. ესპანელი კუნდერას ყოფის აუტანელი? სიმსუბუქი. სწორე ვის ლექსია ყივჩახის პაემანი? ორბელიანი. ლეონიძე როულინგთან რა არსებაა ფოუქსი? ფინქსი. ფენქსი. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ლანამ დააგროვა 7 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ლანას და დაუბრუნდით მოთამაშეები ადგილებს რომ გამოვაცხადოთ საბოლოო გამარჯვებული. საბოლოოდ ანგარიშით 57 მეოთხედ ფინალში გადადის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტონ. მეგობრებო, გილოცავთ? გაიმარჯვეთ, ბრწყინვალე თამაში ჩაატარეთ, ნამდვილად დღეს თქვენი დღე იყო და თქვენი შესაძლებლობები აჩვენეთ და ვაიმას, ვინც მეოთხედ ფინალში შეგხვდებათ თუ ასეთ ფორმაში იქნებით იქაც, მაგრამ იცოდეთ რომ წინ დიდი ბრძოლები გელით, ან ბრძოლა ეს თქვენზეა დამოკიდებული, მე გისურვებთ რომ თქვენი მაქსიმუმი გამოგევლინოთ იქაც. აპლოდისმენტები აბერტოს, წარმატებები ვუსურვოთ და გთხოვთ რომ ხურვალი აპლოდისმენტებით გავამხნევოთ და სეზონიდან გავაცილოთ მეხუთე დასი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. დებიუტი ყოველთვის რთულია, მეგობრებო, ყოველთვის 1000 გვარი ღელვა ახლავს თან და თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთ შეგეძლოთ გეთამაშათ, მაგრამ არ გაიტეხოთ გული ამის გამო. მიუდექით ამას ისე რომ შეიძინეთ გამოცდილება და კიდევ სადეთ ბედი წიგნების თაროში დარწმუნებული ვარ, სხვა შედეგიც მოვა დროსთან ერთად. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ორივე გუნდს, მე დაგემშვიდობები ძვირფასო ტელემაყურებლებო, გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით წიგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენ შოუს და გუგლ შემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-ენ თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-ენ თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-ენ თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-ენ თან გელოდები ჩვენთან შენ ვერ მასწავლი ჭკუას მასწავლი